საბჭოთა კავშირსა და 90-იან წლებში ჩამოყალიბებული ურბანული გარემო. მათ პერიოდში აშენებული შენობა-ნაგებობების ხატრული სახე და ღირებულებები ხშირ შემთხვევაში ვერ პასუხობს თანამედროვეობის მოთხოვნებს და მთავრობის ამბიციური გეგმა. ქართულ ტრადიციებზე დაფუძნებული ახალი ევროპული არქიტექტურის შექმნა. ჩვენი პოზიცია და თვითონ მთავრობის პოზიციაც ესეთი იყო, რომ თავარია შექმნათ შეუქცევადი პროცესი ურბანული განახლება. ნაცმოძრაობის 9-წლიანი ფასადური განახლება და მძიმე ინფრასტრუქტურული მემკვიდრეობა. სიღნაღი რო ავიღოთ, ხო? შეიძლება დადიხარ ქუჩებში და რაღაცას ჩამოყალიბებული ისტორიული ფასადებია ყველაფერი, მაგრამ უცებ სიღნაღის ზევდა რო დახედავ, ანუ მეხუთე ფასადს გულისხმობ უკვე სახურავს, საიდანაც შენ აბსოლუტურად სხვა არქიტექტურა გეხსნება. მშენებლობისა და რემონტის ერთიანი სტანდარტი, ურბანული განახლების ახალი მიდგომები და თითოეული რეგიონის უნიკალურობის გათვალისწინება. ხელმძღვანელეთ თათუშეთით და სვანეთით და სვანეთის მაგალითით და რამდენად მნიშვნელოვანია ადგილობრივი მასალების გამოყენება იმისთვის, რომ აი ეს ისტორიული ხაზი არქიტექტურის სწორედ გაგრძელდეს. სახელმწიფო მეგაპროექტების როლი სივრცული ტრანსფორმაციის პროცესში. ჩვენც როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტრო, როგორც ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, დიდი სამშენებლო სტრუქტურა, რომ ბევრ ობიექტს ვაშენებთ, შესაბამისად დავემორჩილებით ამ ახალ სტანდარტებს, ახალ წესებს. ადგილობრივი სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალების ისტორიული ტრადიციის აღდგენა და წარმოების ხელშეწყობა. როდესაც ჩვენ ხელს შევუწყობთ ამ გადაწყვეტილებით, რომ მოთხოვნა გაიზარდოს ადგილობრივ მასალებზე, რა თქმა უნდა, გამოჩნდებიან ინვესტორები, სადაც არსებობს მოთხოვნა, იქ ჩნდება მიწოდებაც. შაბათს 21 საათსა და 30 წუთზე დოკუმენტურ ფილმში მასშტაბური ურბანული რეფორმა. ახალი იერსახე.